გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. პარანორმალიდან სამწუხაროდ პირველი ობიექტი და ვფიქრობ მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც ჩასულები ვიყავით, არ გამოვიდა ვინაიდან ჯანდაცვის დაქვემდებარებაში იყო და დაცვა დახვდა და მოკლედ ის ობიექტი თავისუფალი არ იყო. გამოკითხვებმა შეგვატყობინეს არა დამაჯერებლად, რა თქმა უნდა, ის რომ იქ არაფერი არ ხდებოდა, თუმცა იქ არავინ არ არის სპეციალისტი იმის, რომ რეალურად გამოიძიოს და გამოიკვლიოს რა ხდება. ამიტომ გადავედით პირდაპირ იმ ობიექტზე, რაზეც საუბრობდით ჩვენ, რუსავის მიმართულებით არის ეს ობიექტი. სამეგობროდანაც იყვნენ მოსულები ბიჭები და გადმოცემით ვიცით, რომ აი ამ შენობაში ახლა გადაიღო. არ ვიცი კაცი რამენად კარგად ჩანს, ყოველ შემთხვევაში აი ეს არის ეს შენობა, დიდი შენობაა. და ჩვენც რა თქმა უნდა ვართ ამ ობიექტზე პირველად ახლა. რა ხდება საერთოდ ამ ტერიტორიაზე არავინ არ იცის. მარტო ვიცით ის, რომ ისეთი ხმამაღლა და გასაგონად ისმის უკვე ღამის განმავლობაში ყვირილის ხმები, რომ ბიჭებმა რომელიც ობიექტზე იყვნენ მოსულები, რა თქმა უნდა თავისი ენთუზიაზმით მხოლოდ და არა პროფესიონალურ ჯგუფია საუბარი, როგორც პარანორმალია. გაიგეს ეს ხმა და დაუყოვნებლივ გამოიქცნენ, ანუ ეგ იყო რაც ბოლოს გაიგეს რა, იმიტომ რომ იმის მერე არც გაუგრძელებიათ არაფრის გადაღება, დატოვეს ტერიტორია და გაეცადნენ. მაგრამ ჩვენ პარანორმალი დღეს მთელი ღამის განმავლობაში შევეცდებით, რომ გადავიღოთ, რა თქმა უნდა, მთლიანად შენობა, დავაკვირდეთ ღამის განმავლობაში, არის თუ არა რაიმე პარანორმალური. ჩვენი ყურადღება იმანაც მიიქცია, რომ სწორედ აი ამ შენობაში, რომელიღაც სართულზე ან მიწის ქვეშ მდებარეობს პატარა ლაბორატორიასავით, სადაც არის ადამიანის ორგანოები კოლბებში ჩაწყობილი. თუ ამ მიზნით და ამ მიმართულებით ვიმსჯელებთ, ესე იგი უდაოდ სამეცნიერო კუთხით არის ეს შენობა აშენებული, ვინაიდან აქ როგორც ჩანს ადამიანის ორგანოებსაც აკვირდებოდნენ, მე ვერ გეტყვით. ცნობები არ არის რა შენობა არის კონკრეტულად. მაგრამ ეხლა ჯერ კიდე არ არის გვიანი საათები, მაგრამ პარანორმალურად მაინც გავივლით ამ ყველაფერს და ერთად შევამოწმოთ რა სართულებისგან შედგება, რა განყოფილებები აქვს და ასე შემდეგ. პარალელურ რეჟიმში რა თქმა უნდა დეტექტორებით მოძრაობთ უკვე, იმიტომ რომ აქ ტემპერატურების ზომას აზრი არ აქვს. დღეს მით უმეტეს შენობა ღიაა და ბუნებრივია რომ აქ უკვე ტემპერატურები ხელს აღარ გვაძლევს. თუ ბუნებრივად ისე არ მოხდა რომ მე როგორც ექსპერტი ან ჩემი დამხმარე სანდრა, მოდი გადავიღოთ სანდრა, რომ ნამდვილად სანდრა და არ არის სხვა ვინმე. მოგესალმებით მეგობრებო, აქ ვარ და მზად ვარ დავიწყოთ. ხო, სანდრას აღჭურვილობაზე რა თქმა უნდა, დრო და დრო ვაუმჯობესებთ ყველაფერს, რომ თან კონდეს ყველაფერი აბსოლუტურად, რაც დაჭირდება მას უკვე კვლევების დროს. ასე რომ ჩვენს გადარჩენენ მენოა შევიდეთ და გადავიღოთ თვითონ ობიექტი. ხო. სანდრა. ისმე. მზად ხარ იმისთვის, რომ იმუშავო? და მზად ვარ. ძალიან კარგი, მე მზად ვარ. ის გადარჩენია რომ შევიდეთ. წევით. დეტექტორები ჩავთოთ, მოდი. ახლავე. ეს ის ჩემი დეტექტორი. ხელსაწყოები, რომლითაც ვეძებთ პარანორმალურ მოვლენებს. ანუ აფიქრობენ გამოყენებული და უკვე უთუარია. თუმცა დღეს მინდა რომ შევცვალოთ ჩვენი მიდგომა. იქიდან გამომდინარე, ცოტა ქალიანი დღეც არის მეგობრებო და მე კარგად დავაფიქსიროთ. მე დავუწევ ასე ვთქვათ ტონს. ძალიან ცუდი პირველი არის ასასვლელად. ბევრი გამიყენა, წვით.
პარალელურ რეჟიმში ხო? ჩვენ ყველაფერი ვაქცევდივარ იმისთვის, რომ თუ რაიმე პარანორმალური არსებობს შენობაში, აუცილებლად დავადგენთ ამას. ამ ყველაფერს თორემ მაგიტო და მაგისტრის ხედავ ხო? Şimdi darbazi konferensiye gittik. მეგობრებო, წყალი ჩამოდის. ამიტომაც შენობის სიტყვარია დეტექტორები. ნაროთარი. შეგახსენებთ რომ არ არის გვიანი დრო. და თავისთავად ეს არის უბრალოდ გადამოწმება შენობის ჯერ მეზაპირულ რეჟიმში. ესე გავარქავ. ძველი საქმეა, მიგელის ხმა საიდან გაისმა. თუმცა სანამ მემზადებოდით, მანამდეც იყო საეჭვო ხმები ზედა სართულებით. Saçkape. Anul sanzarevul verbe. Este actual interesul să ne discutăm gravico. Interesat să scriu Trabalhar no detetor. Detetor. Ali dá no banco de detetor. Ha? ხმაურმეს მომხდარდა. ზურგიდან? აი აქ გვერდიდან. სასმელი კიბეში ცენტრალური. ზელე დერეფანი, მოდი რა ვხარ, იცი? აქ კიდე არ არის, როგორც ხედავთ, ასასვლელი ხედავთ? აი. არა, ის კიდე მეგობრებო სამწუხაროდ. ესე გამოვიდეში. ზელე კიდე დერეფანს ხედავთ და დაუკვეთ და ნერვა.
ძალიან საერთოდ ესეთი ტიპის დერეფნებში თუ კი რამ მართლა ხდება თქვა და ხმა ისმის ან რაღაცა ხდება ძალიან ადვილად გავიგებთ, იმიტომ რომ დერეფანული კორიდორული ექოს არა არის მეგობრებო, პროვინციები. მე აღარ დავიწყებ. არის კარგი. აქტიურობა ნამდვილად? არა, აქტიურობა თუ არის თქვა. არა. არანაირად. შეიძლება არა. ეს უკვე ხანა. ინტერესოა. მეგობრებო, შემოვედით, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი საათები არ არის, აქ უკვე ძალიან სერიოზული ასტრალური ზონაა, აგერ ვაჩვენოთ. აი ეს აპარატი ჩემი, ხედავთ აპარატს ხო? ეგრე ისე შორიდან დაფიქსირდა, შენის აჩვენა. ანუ ძალიან ძლიერი ზონა ვიპოვეთ ასტრალური. უკვე შემოსასვლელთან ახლოსვე და ისმის ხმებით ან. მოკლედ ჯერჯერობით არ ჩანს სულის მოძრაობა, როგითხრათ, აი რაღაც სულის მოძრაობას ვხედავთ, არა. სიარული. შუმად. მიდიყო.
მეგობრებო, შეხედეთ. შახტა, რა სიღრმეა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენობას აქვს ძალიან ღრმა სარდაფები, სადაც ჩავალთ აუცილებლად. მაგრამ ხმები უკვე აქედან დაიწყო და ისმის. კარის ხმა, თო? კარის ხმა. ხო. საიდან გამრავალ კარის ხმა. აქ კარი არსად არა. მეგრე ხოდა ხოჩევდი დახმა. არა, მე შეუძლებელია. ეს ადგილი არ იყო. Așa că și Ara.
შეგეშინეს. მოვისმინე, მოვატრიალ კამერა. ეხლა უნდა ვიპოვოთ ის ადგილი იმ კარების ხმა საიდანაც მოდიოდა აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ეგ ადგილი აუცილებლად აი მაგას ვეძებთ ეხლა თითქოს რაღაც გამოიწვა ორჯერ გაისმა არის ხმა დაკორდი გარკვეული ხა თითქოს რაღაც გამოიქცა ხო ვიცი და არა თილად ეს არ არის ადგილი. დრაგონის ხმათა. აი კამერა მოატრიალ. მეგობრებო, პირდაპირ აშკარად ისმის, პირდაპირ ჩვენცხვირწი ნაბიჯების ხმა, ჯერჯერობით დეტექტორები დუმს. ვერ გეტყვით სამოვლენა არის, შესაძლოა. წვიმიანი დღეც არის და არის ხმა ორიდან ამოწურებული როგორც ეკის ძლევა და ფაქტი ერთია რომ აქ ჯერჯერობით დაფიქსირდა მხოლოდ ძლიერი ასტრალური ზონა ისიც იქით სხვა არაფერი. ფაქტია რომ ხმები ისმის შორიდან, მაგრამ ეს ხმები ნამდვილად არის. თუმცა წეღან იყოს თითქოს რაღაც გამოიქცა ჩემსკენ. ეხმა მაგას დაგმოვიდა სანდრა. იდეობა ფავორიტი ქართება. ის ხო კარების ჭრი არის. არის ხმარი, მაგრამ ისე ვარცი ხარი. იყო ხანია. არა, ის გამორიცხული ეს არის, გავი. მაგრამ მოისმოდა აქედან. ხო ეგრეა. რაღაც გამოვტოვეთ. აი, იმიტომ რომ ესეთი არ ვიყავით მაშინ ხო ეგრეა. თამოვა. აქ თუ ყველაფერი შემოსეს ნაცვლია და არის რამდენი წუთია რაც არის? 46-ზე გამჯდარი უკვე.
არა. იღებ ხო? კი, იღებ. 사이다 모델이 나왔어. 이기다니 봐라. 또 이기다. 저렇게 되는 그런 게 있습니다. 어떻게 되는 აშკარად ხდება, ხეების სასწაული ხალხო. Нужно смотреть, где это будет. Браво. 이래. მეგობრებო, მოკლედ ჭრიალა კარ ჯერ კიდევ ეძებთ. ხვირწინ გვიჭრიალებს კარები და ვერ პოულობ. ძალიან უცნაური შემთხვევა არის. ვინაიდან პირველ სართულზე ძალიან ძლიერი ასტრალური გარემო დაფიქსირდა და ეხლა მეორე სართულზე ამოვედით და პირდაპირ სული დაფიქსირდა. აი უბრალოდ ცუდი რა მომენტია, იცით? ეხლა ეგ სული სულ დაყვება. აი ერთი 50 მეტრის იქით ვიყავით, პირველად დაფიქსირდა და აგვედებდა. აი ამაზეა ეხლა საუბარი. ნახეთ რა მომენტია. ეს აგრესიას არავლენს გავიგეთ ეგ ყველაფერი, თუმცა არანაირად იმას რომ ხმები ისმის იქითაც ეგ არნიშნავს იმას რომ აგრესიული არ არის. ეს უბრალოდ ეხლა თავს არავლენს. თორე დეტექტორზე რომ ფიქსირდება ძალიან ძლიერია მისი მოახლოვება. ეგ კიდე რა თქმა უნდა დასაფიქრებელია.
არ არის. უბრალოდ სულის აქტიობის მომენტი ხო ხდებით? ის უკვე აგვეკიდა და ამ დრომდე სულ დაყვება რა, ხან აქეთ ფიქსირდება, ხან იქით. მოკლედ, აი ამიტომ ვიძახ. მიტოვებულ შენობებში რომ დადიხართ, ხო, დიდი ალბათობაა იმის რომ აიკიდოთ სული. ეხლა ჩვენ დაყვება და ავიკიდეთ უკვე, მაგრამ აი ესეთი მომენტები სახში რო არ მიიღოთ, ამიტომ ნუ შედიხართ მიტოვებულ ადგილებში. ძალიან საშიშია. იმიტომ რომ ყოველთვის მოხეტიალე სული არ არის შენობებში და არის ბოროტი ძალები. თუმცა ჩვენ ახლა პარანორმალი ამ კონკრეტულ სულზე აქცენტს არ ვაკეთებთ, ეს არ გვაინტერესებს პირდაპირ. ჩვენ აქ იმედოვართ, რომ უბრალოდ ადგილი, სადაც ადამიანის ორგანოები ბანკებშია, როგორც ვიცით, საწყობილი, უყურებელ სასულზე ვართ, სარდაფში არ ყოფილვართ. ამ სულს, რომელიც ახლა დაყვება, საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევთ, რა, არ გვაინტერესებს პირდაპირ. ნახე, მე როგორ დაწყება მეგობრების სული. მოტრიალები შეიძლება ფენცის აქტიურად. ხო, აგერ არის, ხა ნახე? მონდენი ხო? ხო. და ეს ესე? აგერ არის. კაი, არ მეაქციო ყურადღება მაგის აღმოჩენა. ვიცი. დაყვება გიო. რა გაიგე? ძალიან გასაკვირია ის მომენტი, რომ ხვირწინის კარის ტრიალიდან თვითონ კარი არ არსებობს, წარმოიდგინეთ რა. და ანუ ამით იცით ის თქმა მინდა, მოვლენა რომელიც ხვირწინ ხდება, ხვირწინ არ არის. ჯერჯერობით ეს 100% დავადგინეთ, იმიტომ რომ პირველ სართულიდან მეორე სართულამდე თითქმის ყველა კარი და ფანჯარა შემოწმეთ, მაგრამ ეხმაური რამაც გამოიწვია და რაც ძალიან მაგრად ისმის და დამეთანხმება სანდრა მეორე სართულზე შემოვიდა ძალიან მაგრად ისმა და პირდაპირ ხვირწინ გაისმა. მეგონა ჩემს გვერდით ოთახში იყო და იქ არაფერი ფიზიკურად არ დგინდება. ნახეთ რა მომენტია. ფიზიკურად არ არის ეს. აღმოჩენილი. ეხლა სული გემერი მეკეთებს. ეს საოცარია რა. კაი მოდი მესამე მეორე. კაი, აკარი. ხო. ავიდე. დაგვალები გასთავი. წაი შეგზეს. ექსული ხა მთელი დღე ჩათვალეთ რომ ჩვენ დავიკვირდებით. ვიღამე. ხო. შეიძლება საფალდები გამოყო. ისე მაგ დადებინა. ძალიან როგორ ხედავთ ყურადღებასაც კი არ მოვხსენე. მაგრამ აგრესიული რო იყოს თავისთავად ეგრე არ მოვიხსენებთ მეგობრებო. ძლიერი ენერგია მაგალითად არა მაგრამ ასე მგონია რომ პირველი სართული გაცილებით ძლიერია.
Agora. Mas fantasma. Pizza. Pizza. Hã? Agora. Claro que o vivo, fantasma, mas Accessory. 이거 사통 같은 작품 전화고 პირველ ძალიან ჩემს ერთად კიდევ გაკეთდება გვიან საათებში. Roați o ție de 18%. რამდენი? 18%. Ციგვეტ. ანუ. მეგობრებო. ეხლა მოხდა ისეთი რამ, რომ კიდევ შეცდომა შეგვიყვანა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ დირექტორები. აი, გესმით ხო? ხმები. კარგად მომასმენთ სანდო მოგულებს. საქმე იმაშია, რომ ძლიერი ქარია უკვე, გაძლიერდა ძალიან. დიქტი, რომელიც კიბეებს შორის არის, აი უკვე ნახეთ როგორ ხმებს განაცეს. დაგვერდის დავარ. ახოს მიგა. არ მივხვდი ახოს. ხო, ისაა ჩვენი. წინ აღარ მივიწევ, უფრო მოწაფები რა ზეგდახა. გავიგე ხმას, მაგრამ იქ იმას კანი. გესმით ხო? აი ამა შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომა შეიყვანოს, მაგრამ იმისათვის რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ, რა თქმა უნდა, ჯერ კარგად გარკვევაა საჭირო. აი, ნახეთ როგორი ხმებია. მაგრამ რა, დიგი. აი, შედაო. აი, შედაო. აი, შედაო. Goed hoor, het is release. Release. Ja, dat was. Wat is dit? Wat is dit? მოკლედ რა დავადგინეთ ახლა ერთ-ერთი მატერიალი მეგობრებო დავადგინეთ რა ტიპის შენობა არის ანუ იქიდან გამომდინარე რომ დავაკვირდით თვითონ დიზაინს და ოთახების განლაგებას და აღმოჩნდა პალატები დიდი ალბათობით სამხედრო ჰოსპიტალი არის ვინაიდან ვაზიანთან ახლოს მდებარეობს და მაგას ვარაუდობ სწორედ რომ შესაძლოა ზუსტად სამხედრო ჰოსპიტალი რო არის რა ვიცი ამაში ეჭვი არ გვეპარება ნამდვილად უკვე ჰოსპიტალია და რა უნდა გითხრათ მესამე სართულზე პირველ შემოსასვლელში და ბოლოში ძალიან ძლიერი ასტრალური ზონებია ეგ დაფიქსირდა ანუ რატო დავდივართ ეხლა ამ ყველაფერს რატო ვიღებთ იმიტომ ვიღებთ რომ
უკვე ვიცით, სად არის პარანორმალურად აქტიური ზონები და სად არ არის პარანორმალურად აქტიური ზონები. ეს უკვე ჩვენ მონიშნული გვაქვს. ეს აუცილებელი ეტაპია. ეს არის პირველი ეტაპი დეტექტორებთან ერთად, რა თქმა უნდა. ამიტომ დაველოდებით გვიანი ღამის დადგომას, იმიტომ რომ ეს არის ჯერ, რა თქმა უნდა, ზედაპირული გადამოწმება, იმისათვის რომ გავიგოთ შენობაში საერთოდ რა ხდება. ანუ ეს არ არის ძირითადი დაკვირვებები, მოხდებით. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით და მონიშნული გვაქვს, სად უნდა ვიმუშაოთ, სად მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ღამის განმავლობაში, სად ნაკლები. ხდებით? თერჯერობით არ არის აღმოჩენილი ადამიანის ორგანოები ბანკებში. თუმცა აქ შენობას კიდევ მეოთხე სართული და რა თქმა უნდა იმასაც შევამოწმებთ. როგორც გითხარით, ეს არის ჯერ ზედაპირული გადამოწმება, იმისათვის რომ ვიცოდეთ, სად რა ხდება ამ შენობაში. მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე ძირითად გამოკვლევებს 12-ის მერე დავიწყებთ. ჯერ ადრეა. და ამიტომ აზრი არ აქვს, თუმცა ძლიერი პარანორმალური ზონები ნამდვილად უკვე აღმოჩენილი არის პირველ სართულზე და შენობის მესამე სართულის დასაწყისში და ბოლოში. პალატებშია თან. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ გვიანი არ არის დრო, უბრალოდ დღეღამის მნელი დრო არის, მაგრამ არ არის ასე 12 და მერე. ჩვენ ველოდებით ცოტა აი კიდე ისმის ხომ. გეჩერთ. ადამიანს ეს არ გავს სხვათა შორის. ეს კი ადამიანის ან ეს გზმული იყო გიორგი. შუმათ რა Thank you.